მინდა ამ ბრიფინგზე გამოვეხმაურო იმ მოვლენებს და იმ ვიზიტებს, იმ ღონისძიებებს, რაც გასულ კვირას ჩატარდა როგორც ჩვენ ქვეყანის, ჩვენ ქვეყნის გარეთ. უპირველეს ყოვლისა, ხაზს გავუსვამ სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის ვიზიტს საქართველოში, რომელიც 11-12 დეკემბერს შედგა. პრემიერი ჰოვიკ აბრაჰამიანი საქართველოს ეწვია საკმაოდ წარმომადგენლობითი დელეგაციით, მას შეხვედრა ჰქონდა პრემიერ-მინისტრთან, ვიზიტის ფარგლებში განიხილებოდა ორმხრივი დღის წესრიგის საკითხთა ფართო სპექტრი, კმაყოფილებით აღინიშნა ორმხრივი ვიზიტის აქტიური დინამიკა და განსაკუთრებული აქცენტები გაკეთდა სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებში, ურთიერთსასარგებლო რეჟიმების შენარჩუნებას და განვითარების მნიშვნელობას. ასევე საუბარი იყო დიდი საუბარი, ანუ საკმაოდ ძელი საუბარი კულტურულ სფეროში თანამშრომლობის შემდგომი განვითარების პერსპექტივებზე. რაც შეეხება ზოგიერთ ვიზიტს, რომელიც ეხება საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტს, ქალბატონი თამარის იცით, შედგა თურქეთის რესპუბლიკაში ვიზიტი 9 დეკემბერს. ამ ვიზიტის ფარგლებში ქალბატონ თამარს შესაძლებლობა ჰქონდა შეხვედროდა თურქეთის პრეზიდენტს რეჯიპ ტაიპ ერდოღანს და საგარეო საქმეთა მინისტრს ბატონ მევლութ ჩავუშოღლუს. რაც მთავარი ამ მინისტრის ვიზიტის ფარგლებში და ამ შეხვედრების ფარგლებში მიღებულ იქნა ესეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება და დაფუძნდა მაღალი დონის სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭო. საბჭო განსაზღვრავს ორ ქვეყანას შორის ორმხრივ ურთიერთობათა ძირითად მიმართულებას და განახორციელებს ორმხრივი პოლიტიკური, სავაჭრო-ეკონომიკური, კულტურული, ჰუმანიტარული თანამშრომლობის კოორდინაციას. ამ საბჭოს პირველი სხდომა დაიგეგმა მომავალი წლის პირველ ნახევარში. თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის დროს ასევე იყო განხილული ორმხრივი საკითხები და საერთოდ რეგიონალურ ჭრილში თანამშრომლობის პერსპექტივები. რაც მთავარია, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კვლავ დაადასტურა საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის და საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებისადმი თურქეთის ურყევი მხარდაჭერა. რაც მთავარია, ასევე აღინიშნა, რომ თურქეთი არ ცნობს რუსეთსა და სომხეთის ოკუპირებული რეჟიმის შორის ხელმოწერილ ეგრეთ წოდებულ ხელშეკრულებას და აღნიშნულთან დაკავშირებით უერთდება ევროკავშირის და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში გაკეთებულ ყველა განცხადებას. მინისტრების შეხვედრის დროს ხელი მოეწერა საქართველოს და თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმს. კიდევ ერთი შეხვედრა, რომელიც ჩატარდა ანკარაში, ეს იყო ქალბატონი თამარის შეხვედრა იმ არაზრედენტ ელჩებთან, რომლებიც ჩვენ გვფარავენ ანკარიდან. 19 ელჩი ესწრებოდა ამ შეხვედრას. იყო საუბარი საქართველოს საგარეო პოლიტიკურ პერსპექტივებზე, რეგიონში განვითარებულ მოვლენებზე. მადლობა ეთქვა ელჩებს იმ მხარდაჭერისთვის და იმ ასე ვთქვათ, მათი ძალისხმევისთვის, რომელიც ისინი მიმართავენ, რათა გრძელდებოდეს მათ დღის წესრიგში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების აღარების პოლიტიკა და ჩვენი მხარდაჭერა ევროატლანტიკურ სივრცეში. ვიზიტი გაგრძელდა 10 დეკემბერს უკვე ქალაქ ყარში. ჩვენ მქონდა ამაზე ინფორმაცია, ეს იყო სამხრეთი შეხვედრა თურქეთის, საქართველოს და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებით. ეს იყო 4 შეხვედრა ესეთი, სადაც ასევე ყურადღება დაეთმო რეგიონალურ თანამშრომლობას და განსაკუთრებით ენერგეტიკის და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის და ამ პროექტების ფარგლებში. კიდევ ორი ძალიან მნიშვნელოვანი რამ მოხდა გასულ კვირას, ეს ეხება ერთის მხრივ რო ვთქვათ ფინანსურ დახმარებას, მაგრამ ამ ფინანსური დახმარების უკან დგას მყისიერი პოლიტიკური მხარდაჭერა. პირველი არის ის, რომ კონგრესმა მიიღო კანონპროექტი, უпростоრედ კონგრესში შეთანხმდა სენატის და წარმომადგენლთა პალატების შორის შეთანხმდა 2015 წლის ფისკალური ბიუჯეტი, სადაც საქართველოს არის მოხსენიებული და იქ ორი პროგრამის ფარგლებში, ერთი არის საგარეო დაფინანსების პროგრამა და მეორე არის ევროპის მხარდაჭერის ინიციატივა. ორივე პროგრამაში საქართველოზე გამოყოფილია სოლიდური თანხები. ერთ შემთხვევაში ეს არის 30 მილიონი დოლარი, მეორე შემთხვევაში ეს არის 57 მილიონი დოლარი. და აი მეორე პროგრამის ევროპული, ამას ქვია European Reassurance Initiative ფარგლებში აქ არის ნათქვამი, რომ ეს თანხა გამოიყოფა უკრაინის, საქართველოს და მოლდოვის დახმარების გაზდის მიზნით. უბრალოდ ერთი დეტალი, რომ საერთოდ ამ ინიციატივის ფარგლებში სულ აკუმულირებულია 800 მილიონი ამერიკული დოლარი, რომელიც მიზნად ისახავს ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში შემდგომი დესტაბილიზაციის შეკავებას და ამ მიმართულებით რეგიონში ყოფნის, მზაობის და რეაგირების გაზდის მხარდაჭერას.
გვესმის, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ამერიკის შეერთებული შტატების ამ გადაწყვეტილის მიღება და ჩვენ მადლიერებას გამოვთქვათ, იმიტომ რომ პირველად მოხდა, რომ ეს არ იყო მხოლოდ ანუ ორპარტიულ პრინციპზე იყო ამ დიდი მხარდაჭერა ორივე აი ამ კანონპროექტთან დაკავშირებით. ამ კონტექსტში ასევე მინდა ვახსენო კიდევ ერთი კანონი, რომელიც ასევე ჩვენ გვეხება, ეს არის კანონი, რომელიც სენატმა შეიტანა და ამას ქვია უკრაინის თავისუფლების მხარდაჭერის აქტი, სადაც ნათქვამია, რომ აი ეს კანონპროექტი ითვალისწინებს რუსეთის წინააღმდეგ კიდე სანქციების გაძლიერებას იმ თავდაცვითი თუ სამხედრო კომპანიების მიმართ, რომლებიც ხელს უწყობენ მოლდოვას, საქართველოს და უკრაინაში დესტაბილიზაციას. კიდევ ერთი დახმარების პაკეტი წამოვიდა ევროკავშირიდან. ევროკომისიამ საქართველოს მაკროფინანსური დახმარების ახალი პაკეტი გამოუყო 46 მილიონი ევროს ოდენობით. მათ მიერ განცხადებაში ნათქვამია, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს მცდელობას შეინარჩუნოს მაკროეკონომიკური სტაბილურობის, ეკონომიკის გზაზე ორიენტირებული რეფორმების განხორციელებისა და ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესში. ეს დახმარება მომავალ წელს განხორციელდება წამოვა 2 ტრანშით. კიდევ ერთი საკითხი, რომელიც ეხება ევროკავშირს, გასულ კვირას საქართველოში იმყოფებოდა ევროკავშირის დელეგაცია, რომელიც იხილავდა საქართველოს ევროკავშირის სავიზო დიალოგის ფარგლებში ჩვენს მიერ მიღწეულ ასეთ შედეგებს. თქვენ იცით, რომ ჩვენ პირველი ფაზა ამ ვიზა ლიბერალიზაციის უკვე დავასრულეთ და გადავედით მეორე ფაზაში, რომელსაც ქვია იმპლემენტაცია. ეს იყო პირველი მისია, კიდევ ველოდებით ესეთ 3 მისიას, შემფასებით მისიას და ნამდვილად გვაქვს მოლოდინი, რომ ამ მიმართულებით საქართველოს ძალისხმევა დადებითად შეფასდება და ხელს შეუწყობს ვიზა ლიბერალიზაციის პროცესის მალე დამთავრებას. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ინფორმაცია, იცით, ესეც გაჟღერდა, რომ 17 დეკემბერს ევროპარლამენტში იქნება დებატები, ხოლო 18 დეკემბერს ევროპარლამენტი კენს უკრის საქართველოს ევროკავშირის ასოცირების შეთანხმებას და მოახდენს მის რატიფიცირებას. ეხლა რაც შეეხება ზოგიერთ, ასე ვთქვათ, ჩვენ დაგეგმილ ღონისძიებას, ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიული ქარტიის ფარგლებში 18 დეკემბერს ვაშინგტონში სახელმწიფო დეპარტამენტში გაიმართება ხალხთა შორისი ურთიერთობების და კულტურული გაცვლის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა. ქართულ დელეგაციას ხელმძღვანელობს საგარეო საქმეთა სამინისტროდან ბატონი დავით დონდუა და სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე შერიგების და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქალბატონი ქეთევან ციხელაშვილი არის ასევე ამ დელეგაციაში. შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა, რა თქმა უნდა, იქნება რუსეთს და აფხაზეთს ოკუპირებულ რეგიონს შორის გაფორმებული ეგრეთ წოდებული ხელშეკრულება მოკავშირეობის და ინტეგრაციის შესახებ და მასთან დაკავშირებული პოტენციური საფრთხეები რეგიონის მასშტაბით. ამასთან მხარეები ალბათ ნამდვილად იმსჯელებენ საქართველოს რეინტეგრაციის პრობლემატიკაზე ოკუპირებულ ტერიტორიებზე ცხოვრების მოსახლეობის მიმართ და ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების პერსპექტივებზე. ამერიკელ კოლეგებთან ერთად ესევე განიხილება ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული უსაფრთხოების გარემო და ჰუმანიტარული მდგომარეობის საკითხები. საუბარი ასევე იქნება, იმიტომ რომ ეს თვითონ ეს ამ ჯგუფის ფორმატი ითვალისწინებს ამ დაგვარ თემატიკას, იქნება საზოგადოებრივი ჯანდაცვის, კულტურის, განათლების და მეცნიერების სფეროში. ამ კვირის ბოლოს ჩვენ გვაქვს, ასე ვთქვათ, კიდევ ერთი ვიზიტი უკვე, რომელიც განხორციელდება საქართველოში. ეს გახლავთ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ქალბატონი კეით პუნტუს-როსიმანუსის ვიზიტი საქართველოში. გვინდა აღვნიშნოთ, რომ საქართველოს ჩვენ რეგიონში და არის ის პირველი ქვეყანა, რომელსაც მინისტრი ეწევა, იმიტომ რომ მანამდე ის მხოლოდ მის სამეზობლო ეს ქვეყნებს და რამოდენიმე ბალტიის ქვეყანას ეწვია. ჩვენ ამ ვიზიტს ვაფასებთ როგორც საქართველოსადმი ესტონეთის განსაკუთრებული მხარდაჭერის და სოლიდარობის გამომხატველს. მინდა გითხრათ, რომ ამ ვიზიტის პარალელში ქალბატონ მინისტრს შეხვედრები ექნება საქართველოს პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან, ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრთან და რა თქმა უნდა მის კოლეგასთან.
კიდევ ერთი ფინანსური დახმარება, უпростоრით ეს გახლავთ გრანტი 15 დეკემბერს დღეს დაგეგმილია საქართველოს მთავრობას და იაპონიის მთავრობას შორის ნოტების გასვლის გზით შეთანხმების ხელმოწერა, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს მთავრობისადმი 100 მილიონი იაპონური იენის, ეს დაახლოებით 1 მილიონი დოლარია გრანტის გამოყოფას. ეს გრანტი მოხმარდება საქართველოსთვის გარემო დასვლის და ბუნებრივი რესურსების დაცვის სფეროში შესაბამისი ტექნიკური აღჭურვილობის შეძენას. ამ ნოტას ხელს მოაწერენ საქართველოს მხრიდან ფინანსთა მინისტრი, ხოლო იაპონიის მხრიდან საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებო ელჩი. და კიდევ ერთი ღონისძიება, რომელიც გასულ კვირას დამთავრდა BISEC-ის შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის ფარგლებში საბერძნეთმა დაასრულა თავის თავმჯდომარეობა და 12 დეკემბერს გაიმართა მინისტრთა საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა. ამ დელეგაციას ჩვენი მხრიდან ხელმძღვანელობდა მინისტრის მოადგილე ბატონი დავით ჯალაღანია და ის სიტყვითაც გამოვიდა, რაც მთავარია აღინიშნა მის გამოსვლაში, რომ შემდგომი განვითარება რეგიონალური თანამშრომლობის აღინიშნა აუცილებლად ის, რომ ამ ურთიერთქმედებას ეკონომიკურ სამორგანიზაციაში ძალიან ბევრი ფაქტორი უშლის ხელს და პირველ რიგში ის ფუნდამენტალური უფლების არ ყოფნა, რასაც ქვია ტერიტორიული მთლიანობა. ანუ პრობლემები და გამოწვევები ამ ორგანიზაციის ფარგლებში ბევრია და ამას ნამდვილად გაესვა იქ ხაზი. ეს არის მოკლედ ის, რაც ჩვენ გვაქვს დაგეგმილი და რაც მოხდა გასულ კვირას.